მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენ ვიმყოფებით შინვუდში. ეს არის ტყეში ჩაფლული დასახლება, სააგარაკე, თბილისიდან 23 კილომეტრში. პოდკასტის პარტნიორია შინვუდი. მიწის ნაკვეთები ტყის შუაგულში. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. საგურამოს მიმდებარედ, თბილისიდან 23 კილომეტრში. შეხედავთ, რომ ეს არის ძალიან ლამაზი გარემო, კარგი ჰაერი და ეს არის ადგილი, სადაც მთა და ბარი ხვდება ერთმანეთს. ასევე ნავახსენო, რომ შინვუდი არის ჩვენი პოდკასტის მხარდამჭერი. ასევე ჩვენი პარტნიორია TBC, დეველოპერული კომპანია Nexty, სკოლა Archimede, Nexia Georgia, Classroom-ი, რომელიც არის სივრცე, რომელიც აერთიანებს მასწავლებლებს და მშობლებს. პარტნიორია NAMI8, გაფილტრული წყალი, რომელიც გჭირდება და პოდკასტის იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GT Consulting. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც შეესაბამება ამ გარემოს ძალიან, ეს არის მთის თავისებურებები და შედარება ბართან, იმიტომ რომ მთა ძალიან თავისებური ფენომენი არის და ყველა კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში, სადაც მთიანი სივრცე არის, ყველგან ადგილობრივი მთიელები არიან ძალიან გამორჩეული ნაწილი იმ საზოგადოებისა და აქვთ ბევრი თავისებურება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კონტინენტზეც კი ერთმანეთს შეიძლება შევადაროთ, იმიტომ რომ ბევრი მსგავსებაა და ბევრი განსხვავებაა თავისთავად. ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაჩინოთაც, რომ იგივე საქართველოს ისტორიისთვისაც მთა არის ასევე ადგილი, რომელსაც ტრადიციები და ისტორია შემოინახა. და ყველაზე ხელუხლებელი ნაწილი არის გარკვეულწილად ძველი საქართველოსი, შესაბამისად ძალიან საინტერესო არის ამაზე საუბარი და დღეს ჩვენთან ერთად არის ბექა ყვაჭაძე, ჩვენი არაერთგზის სტუმარი, რომელთან ერთადაც სწორედ აი ამ საინტერესო საკითხს შევეხებით. მოგესალმები ბექა. გამარჯობა ნიკა. ამ ძალიან ლამაზ ადგილიდან. თბილისთან ძალიან ახლოს, ძალიან მწვანე ადგილი. ხო, სასიამოვნო ადგილია. შენთვის რაღაცა უსეთია, გარემო შევიცვალეთ რა. ქალაქური რუტინიდან გამოსვლა ძალიან სასიამოვნო შემოთავაზება იყო ჩვენ. ჩვენ არ ვნახევართ ღია სივრცეში არასოდეს, სულ აკადემიურ სივრცეში ვართ ხოლმე, სტუდიაში ვიწერთ ხოლმე. მაქსიმუმ არ არის ცუდი აზრი სხვათა შორის. არ ცუდი აზრი არ არის, ნამდვილად და ხან-ახალ ლუდის კათხა გვაქვს ხოლმე, ერთი ეგ არის ხოლმე რაღაც აკადემიურ სივრცედან ცოტა გასულა ჩვენი, მაგრამ ეგეც არ არის თლად რა, თუ გავითვალისწინებთ იმ გამოცდილებას დასავლური აკადემიისა, განსაკუთრებით ბრიტანულისა, იქ მაინც და მაინც არ ერიდებიან მაგას, შესაბამისად ეგეც აკადემიურ სივრცეში ჯდება ძალიან კარგად. მოდი ზოგადად მიმოხილვას გავაკეთებ და ვისაუბრებ იმაზე, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ისეთი როგორც არის მაგალითად საქართველო, როგორც არის ესპანეთი, საფრანგეთი, იქნება ეს შვეიცარია თუ ამ შემდეგ, ყველგან არის მთის საზოგადოება, რომელიც ძალიან განსხვავებული არის ბარისგან და ეს ისტორიულად ასე იყო, ანტიკური ხანიდან დაწყებული, შუა საუკუნეებით გაგრძელებული, თანამედროვე ეპოქაშიც კი ყოველთვის განასხვავებს ეს ორი საზოგადოება ერთმანეთს და ეს გეოგრაფიული გარემო, რომელიც წარმოადგენს ამ შემთხვევაში მთებს, ძალიან თავისებურ ხასიათს აყალიბებს, თავისებურ ტრადიციას და კულტურას აყალიბებს და ბუნებრივია ეს აისახებოდა ხოლმე ძალიან ხშირად იმ განსხვავებებში, რომელიც ერთ ქვეყანაში მცხოვრებ ერთ და იგივე ხალხს, მაგრამ მთასა და ბარში მცხოვრებს ძალიან განასხვავებდა ერთმანეთისაგან. ეს ალბათ გარკვეულწილად მოქმედებდა იმაზეც, როგორი საზოგადოება ჩამოყალიბდა საქართველოში დროთა განმავლობაში და როგორი წარმოდგენები აქვს, როგორი რელიგიური თავისებურებები აქვს და ასე შემდეგ. ყველაფერში აისახება აბსოლუტურად ეს. ანტიკური ხანიდან დაწყებული ამაზე წერდნენ როგორც ბერძენი და რომაელი ავტორები თავის დროზე, უკვე შემდგომში დროთა განმავლობაში აღმოსავლურ წყაროებშიც ჩნდება ამაზე სხვადასხვა ცნობები. აი ასტრაბონს გამოვყოფდი განსაკუთრებით ძველი ბერძნული პერიოდიდან, რომელიც რომაულ პერიოდში მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსი იყო, რომელმაც აღწერა მაშინ იბერიის სამეფო და ის აღნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი განსხვავებებს მიუთითებს მთისა და ბარის იბერიაზე, როცა საუბრობს და ის თუ ბარშიო ამ შემთხვევაში იბერიელები უფრო მეტათო აღმოსავლურად იცნობდნენ, უფრო მეტად აღმოსავლურ კულტურას მისდევდნენ, ან გულისხმობს სპარსულს, მიდიურს ამ შემთხვევაში, მთაშიო უფრო აი კავკასიოს მიღმა მცხოვრები მომთაბარე ხალხების პრაქტიკები შემოდიოდაო, მათი ჩაცმულობაო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაშინაც იყო ამ ხრივ თავისებურება და განსხვავება მათ შორის. ამავე დროს ძირითადი ფაქტორი, რაც განასხვავებდა ხოლმე ამ სივრცეს, ან მთასა და ბარს, მაინც იყო ის საზოგადოებრივი სოციალური წყობა, რომელიც ერთგან და მეორეგან არსებობდა. თუ მთაში მაგალითად საუკუნეების მანძილზე შემორჩა თემური წყობა და ანუ ამ შემთხვევაში საზოგადოება, რომელშიც ფეოდალიზმი ვერ განვითარდა, არ ჩამოყალიბდა, მისი სწორედ იმ გარემოდან გამომდინარე, ბარში
ფეოდალიზმი ყალიბდებოდა. მერე დროთა განმავლობაში ეს განსხვავება უფრო და უფრო იზრდებოდა თითქოს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ფეოდალიზმი ყოველთვის ცდილობდა ხომ რომ შეეჟონა ამ სივრცეში, გარკვეული კონტროლი აეღო, აი მთაში ყოველთვის დემონიზებული წარმოდგენა არსებობდა ხოლმე ამასთან დაკავშირებით და ეს არა მარტო საქართველოს ეხება, არამედ ზოგადად აი მთიელი ხალხებისთვის დამახასიათებელი არის. ალბათ ბევრს გინახავთ ცნობილი ფილმი მამაცი გული Braveheart, რომელსაც ეს შოტლანდიელი მთიელები აღუდგებიან წინ ბრიტანელებს. მართალია ეს ფილმი ხა ისტორიულად მთლად იდეალური არ არის და ზუსტად გადმოცემული, მაგრამ გარკვეულწილად ასახავს იმ საზოგადოებებს შორის განსხვავებას და დამოკიდებულებას, რომელიც მათ შორის არის, თუნდაც ერთ კუნძულზე, ბრიტანეთის კუნძულზე ხო არსებობს, მაგრამ აი როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორი მენტალიტეტი აქვთ, რატომ აქვთ იმათ თავისუფლებისთვის ეს განსაკუთრებული სურვილი დომა, რაც ხშირად აი ჩვენთანაც ერთ ფრაზაში აისახება ხოლმე, რომ მხოლოდ თეფშია თავისუფლებაო. და რა იგულისხმება ზუსტად ამ ფრაზაში, აი ეს გარკვეულწილად ჩვენი საუბრის თემაც არის. იმიტომ რომ ეს ზოგ ცოტა სხვა გადმოსახედიდან უყურებენ ამას, სინამდვილეში მთების თავისუფლება არ არის მითი, ეს პირიქით. მართლაც ეს არის ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი, რა. კი ბატონო, მთას ზოგადად თავისი სპეციფიკა გააჩნია და ნუ ეხა ისტორია ისეთი დარგია, რომელიც საზოგადოება შეისწავლის თავისი მრავალმხრივი მახასიათებლებით, ხო ესეა? და მე პირადად და მე მგონი შენც არ ახარ შორს ამისგან ვარ ისტორიკოსების იმ სკოლის ყველაზე მეტად მიმდევარი, რომლებიც გეოგრაფიული გარემოს ფაქტორს წინა პლანზე აყენებენ. და მიმაჩნია, რომ საზოგადოების განვითარებაზე ყველაზე დიდ გავლენას გეოგრაფიული სივრცე ახდენს. სადაც ის საზოგადოება ვითარდება. თუ მაგალითად ავიღებთ მთიელების საზოგადოებებს ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ გეოგრაფიულ სივრცეში. ეს იქნება, ევროპული სივრცე ავიღოთ ან მახლობელი აღმოსავლეთის, ხო, ქართველი მთიელების და ქართული მთის საზოგადოების მახასიათებლები ავიღოთ, ძირითადი მახასიათებლები და შევადაროთ მაგალითად იგივე შოტლანდიელები ახსენე შენ, ან მაგალითად იგივე შვეიცარიელ მთიელებს, პირენეს მთიელ მოსახლეობას ძალიან ბევრ მსგავს მახასიათებელს ვნახავთ. გეოგრაფიულად ეს საზოგადოებები ერთმანეთისგან დისტანცირებულია, დაშორებულია და მათ რაღაცა კულტურების გაცვლის საშუალება ვერ ექნებოდა, თუმცა ის მსგავსი გეოგრაფიული გარემო ძალიან ბევრ მსგავს მახასიათებელს უყალიბებდა მათ. და ეს მახასიათებლები თვალშისაცემია. ზოგადად ისტორიაშიც რო ავიღოთ ესეც და სხვათა შორის ძალიან კარგად, აი ხა პირველი მე რაც გამახსენდა ქართულ მითოლოგიაზე დაწერილი ორტომეულია, ზურაბ კიგნაძის. მან დაარი კარგად ახსნილი მთის ფენომენი, რომ საზოგადოებებში ძველად ეს ანტიკურ ხანაშიც ესე იყო და შუა საუკუნეებშიც მთა თავის რაღაცა მისტიურობას და ღვთაებრიობას ინარჩუნებდა და ყოველთვის რაღაც მეტაფიზიკური მომენტები რაც არის, აი ეგზისტენციალური საკითხები სადაც ხდება, რაღაცა გამოცხადება, ღმერთთან მიახლოება, თუ რაღაცა ზებუნებრივ ძალებთან კავშირის დამყარება, ყოველთვის ეგეთი მოვლენები თითქმის მთაში ხდება. აი მაგალითად იგივე მუჰამედი მთაში წავიდა და იქ გამოეცხადა მას ჯიბრაილი, ჩვენ გვახსოვს იგივე ბიბლიიდანაც, ხო? აი როდესაც ღმერთთან უშუალოდ კონტაქტი მყარდება, იგივე აბრაამიც მიდის მთაში, შემდეგ ქრისტეს შესახებაც, მოსეს შესახებაც მთაში ადის. მსგავსად არის ბერძნებსაც ხო მსგავსი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ოლიმპოს მთა იყო, სადაც ღმერთები იყვნენ. და ზოგადად მთა იყო ესეთი სივრცე, სადაც რაღაცა ესეთი ზებუნებრივი მაგია ჰქონდა თავისი ამ მთას და ზოგადად აი მთიელებსაც ეს თავისუფლება ჩვენ რო ვამბობთ, მთა როგორც კონკრეტული გეოგრაფიული სივრცე აყალიბებდა ამ მთიელი საზოგადოების განსაკუთრებულ მახასიათებლებს, რომელიც მერე ეგზოტიკურად ეჩვენებოდა ბარის საზოგადოებებს. და ეს უდაოდ ჩანს აი მთელი საუკუნეების მანძილზე, ეს განსხვავება მთისა და ბარის საზოგადოებებს შორის ძალიან თვალშისაცემია ქართულ სივრცეშიც და არაქართულ სივრცეშიც. და რა ელემენტები შეიძლება გამოვყოთ ეხა ჩვენ, რითიც აი რაღაცა მთა არის უნიკალური. პირველი ეს არის რომ მთაში ცხოვრობს მამაცი და კარგი მეომარი ხალხი. საერთო სტერეოტიპია ფაქტობრივად ეს, ხო? სტერეოტიპი არის. სტერეოტიპი შეიძლება იყოს რეალური თან ახლოს საფუძველი. ხო, სტერეოტიპს საზულობს, ყველა მთიელებზე ასეთი წარმოდგენა არსებობს. ყველა მთის მოსახლეობაზე არსებობს მსგავსი წარმოდგენა, რომ აი რაღაცა კარგი მებრძოლების, მამაცი მეომრების რეპუტაციის სარგებლობენ და მოდი სტერეოტიპ შევეშვათ ეხა რეალურად ეხა მე მაგალითად ძიუდოს მოყვარული ვარ და ბავშვობიდან ქართველ ძიუდოის თუ ისეთი გვარი ქონდა რომელიც ურით მთავრდებოდა აპრიორში თuliდი რომ ეს მაგარი უნდა ყოფილიყო რაღაცა ინახეთ აი ძალისმიერ საკითხებთან დაკავშირებით რაღაცა მთიელებს თავისი რეპუტაცია ქონდა შექმნილი და არც თუ უსაფუძვლოდ ხო ამას თავისი საფუძველი ქონდა აქაც გეოგრაფიული გარემო გამოვყოთ იმიტომ რომ ნახეთ მთა ისეთი გეოგრაფიული სივრცეა სადაც საზოგადოებას უწევს ამ გარემოსთან ადაპტირება.
და იქ რო თავი გადაირჩინო შენ, ამისთვის დიდი არჩევანი არ აქვს. ბარის ხალხებში არსებობს საშუალება, რომ შენ შეიძლება გახდე მიწათმოქმედი. თაში მიწათმოქმედება ლანდშაფტიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ძალიან პრიმიტიულად განვითარებული. აქ შემოდის მესაქონლეობა, ოღონდ ისიც არა ისეთი ფართომასშტაბიანი როგორც სტეპებზეა და შემოდის ნადირობის ელემენტებიც. ნადირობა აი ჩვენ რაინდებზე რო ქონდა ეპიზოდი ნადირობაზე იქ ვისაუბრეთ და ნადირობა ისეთი უნარების განვითარებას გულისხმობს, რაც არის მაგალითად მიპარვა, ჩასაფრება, ტყეში მოძრაობა, ტყეში ორიენტაცია, სხვადასხვა ცხოველთან ზოგი შენზე ძლიერიც კი შეიძლება იყოს, მასთან შეხვედრა და მასთან რაღაცა უნარები უნდა გქონდეს, მასთან გამკლავება. ჯიქსე ნადირობა. თუნდაც და შესაბამისად ნადირობა, როდესაც შენი გადარჩენის საშუალებაა, შენ გიყალიბდება ისეთი უნარები, რომელიც მე ბრძოლის ველზეც გამოგადგება. მთის საზოგადოება არის მკაცრი, სადაც მაგალითად აი ცოტა არის რესურსები, იმ რესურსების განაწილებისთვის მუდმივად უწევთ იმ საზოგადოებებს ბრძოლა. შესაბამისად, მუდმივად რო გვიწევს ბრძოლა ერთმანეთის საქონელისთვის, ერთმანეთის რესურსებისთვის, შესაბამისად ეს ბრძოლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ჩვენ სიმამაცე ეს პატარა ასაკიდანვე უყვება და ეს არის საშიში გარემო, რომელშიც შენ სუსტი თუ ხარ ვერ გადარჩები და შესაბამისად, როცა უკვე სრულწლოვან ასაკს მიაღწია, შენ ხარ უკვე იმ უნარების მქონე, რომელიც ბრძოლის ველზე გამოგადგება. შესაბამისად, ბარის მიწადმოქმედ საზოგადოებასთან შედარებით, ეს მთიელი მესაქონლეები თუ მონადირეები გაცილებით უფრო მაღალი დონის მეომრები სწორედ ამიტომ ითვლებოდნენ. ესეც არის ფაქტორი ამისი. კი, აი მაგალითად თუ დავაკვირდებით ანტიკური ხანიდან, მთიელები ხშირად ხდებოდნენ ხოლმე რომელიმე იმპერიის ჯარშიც კი წამყვანი ნაწილი ჯარისა. მათ შორის მაგალითად განსაკუთრებით გამოყოფდი მე აღმოსავლეთ რომის იმპერიას, ბიზანტიის იმპერიას, რომელშიც ისავრიელებმა, რომელიც ანატოლიელი მთიელები არიან, ერთ-ერთი ცენტრალური როლი დაიკავეს. იმდენად დიდი იყო მათი რაოდენობა ჯარში, დროთა განმავლობაში თავიანთი იმპერატორიც კი იყო ზენონ ისავრიელი, რომელიც სწორედ აი ამ სამხედრო საზოგადოებას ეკუთვნოდა. შესაბამისად დროთა განმავლობაში მე ისინი დაწინაურდებოდნენ ხოლმე და სახელმწიფოების სათავეშიც კი ექცეოდნენ. იგივე ვარიანტია მაგალითად სასანურ ირანში დაილამელი მთიელები, რომლებიც ირანის ტერიტორიაზე არსებობს ეს კასპიისპირეთში, ეს მთიანი ზონა, სადაც დაილამელები ცხოვრობდნენ და მათი გამოყენება რატომ დაიწყეს სპარსელებმა. სპარსელები ყოველთვის დამახასიათებელი იყო ხოლმე ცხენოსანი ჯარი დომინირება, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ხვდებიან, რომ თუ წინამდებობა უნდა გაუწიონ მათ ისეთ ძალას, რომელსაც ძლიერი ქვეითი ჯარი ყავს, შეუძლიათ ციხესიმაგრეები გაამაგრონ. მაგალითად რომაელებს. ხო, ამ შემთხვევაში რომაელებს უნდა გადააყენო იმათ წინააღმდეგ შესაბამისი დონის ქვეითი ჯარი. და ამისთვის მათ დაიწყეს აი დაილამელი მთიელების ჩამოყვანა, იმიტომ რომ მთიელები ჯერ ერთ-ერთი უმეტეს შემთხვევაში ქვეითები იყვნენ, საერთოდ, და ზოგადად მთის საზოგადოება ფეოდალურ წყობას უკვე შემდგომში აღარ ვითარდება. ხშირად იყო ხოლმე რომ ქვეითად იბრძოდა ბრძოლაში. შესაბამისად დაილამელებიც იყვნენ გამორჩეული ქვეითები, რომლებიც ბრძოლაში იყენებდნენ საბრძოლო ცულებს, იყენებდნენ ხელშუბებს, რომელიც დამახასიათებელი იყო მათთვის და არა მარტო მათთვის, ხოდა შორის ქართულ წყაროებშიც იგივე მამუკა წურწუმია სამხედრო ისტორიკოსი მიუთითებს, რომ აი მთიელი ქვეითების ერთ-ერთი იარაღი იყო ხოლმე ხელშუბები, რომელსაც ისინი ძალიან კარგად იყენებდნენ და აი დაილამელებთან ამ ხრივ გარკვეული პარალელს შეიძლება გავავლოთ და დროთა განმავლობაში ეს დაილამელები იმდენად მოძლიერდნენ, უკვე იმდენად დიდი გავლენა ჰქონდათ, შემდგომში არაბულ პერიოდშიც გაგრძელდა მათი დომინირება, უკვე როდესაც მოდიან ამ შემთხვევაში არაბები და იფხრობენ სპარსეთს და აი ყველაზე საინტერესოა რომ მათ შექმნეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დინასტია ირანისა, ეწოდებული ბუვეიჰიანების დინასტია, ანუ ბუიდებს რაც უწოდებენ ხოლმე, რომლებიც სწორედ იყო აი დაილამელ ქვეითებზე იყო დამყარებული ამ შემთხვევაში მათი მთავარი დამწყმელი ძალა ეს იყო, ანუ ამათმა მოახერხეს ძალაუფლების ხელში აღება. ასე რომ იმპერიაში ეგრე ხდება, როდესაც სამხედრო ელიტას რაღაც კონკრეტული ჯგუფი იგდებს ხელს, მერე მთლიანად ძალაუფლება მაგათ ხელში გადადის. პრინციპში შუა საუკუნეების ევროპაშიც ასე იყო, ხო? შვეიცარიელები ამ შემთხვევაში განსაკუთრებით გამორჩეული ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ შვეიცარიელები იყვნენ მთიელები, საკმაოდ ღარიბი ხალხი იყო. პრინციპში შეუძლიათ რომ მე-19 საუკუნემდე შვეიცარია იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ადგილი. შვეიცარიელები კი არა, ყველა რეგიონში მთიელები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე ბარის მოსახლეობა. შორის ამაზე გავრცელებულია ბრიტანეთში სტერეოტიპი, რომ შოტლანდიელები ყველაზე ძუნწი ხალხი არის ბრიტანეთში, იმიტომ რომ ცოტა ქონდათ ყველაფერი და მისი გაცემა ძალიან უჭირდათ ხოლმე და აი ყველა ანეკდოტი ბრიტანულები არის ხოლმე, რომ შოტლანდიელი არის ძალიან ძუნწი რა. კაპიკს ვერ გააგდებინებს მოკლედ რა, ესეთი კაცი იყო, რის გამოც აი სწორედ მათი გარემოდან გამომდინარეა ესეც. შვეიცარიელები ხა უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი შემოსავალი მათი რაც იყო ხოლმე განსაკუთრებით აი მე-14, მე-18 საუკუნეებში იყო
ომში წასვლა, რისთვისაც ისინი იღებდნენ ჯამაგირს, რისთვისაც და ფიზიკურად ძალიან გამორჩეულები იყვნენ, საერთოდ როგორც თქვი, თიელები, კარგი მეომრები არიან. შესაბამისად, შვეიცარიელი იყო ელიტური ქვეითი ჯარი, რომელსაც ქირაობდნენ ფრანგებიც, ქირაობდნენ ესპანელებიც და ყველა ფაქტობრივად მათ გარშემო არსებული სახელმწიფოები. ყველა დიდ ბრძოლაში 30 წლიანი ომი იქნება თუ მის წინა პერიოდი, შვეიცარიელები მონაწილეობენ აუცილებლად. ნიკა, ეხლა შენ ახსენე, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერები იყვნენო, ჩვენ აი ჩინგიზ-ყაენზე რო ჩავწერეთ ერთ-ერთი ნახვადი ეპიზოდი რაც არის, იქ ვახსენეთ, რომ ზოგადად მესაქონლე ხალხები, ვინც ძირითადად მისი კვების რაციონი რძისგან და ხორცისგან შედგება, მათი კუნთებიც და ძვლებიც უფრო მყარად ყალიბდება, ვიდრე მაგალითად ბურღულეულის ფაფაზე და სამიწათმოქმედო პროდუქტებზე დამოკიდებული საზოგადოებები. ამიტომ მთა, სადაც ძირითადად ხორცი, რძის პროდუქტები, მესაქონლეები იყვნენ და ამიტომ იყო ძირითადი კვების რაციონი. კარნივორები იყვნენ. ხო, უფრო ძლიერები იყვნენ, უფრო დიდები, უფრო მამაცები, შესაბამისად, კარგი ის იყო, რა ქვია, ბაზა იყო სამხედრო არმიის შესავსებად. აი ზოგჯერ არის ხომ ამაზე საუბარი, რომ აი ფიზიკურად შეიძლება მთიელი არ იყოს მაინც და მაინც რაღაცა 2 მეტრის სიმაღლეზე და ის, მაგრამ თვითონ აღნაგობის სიმკვრივე კუნთების სიმაგრე და ასე შემდეგ ძალიან მოქმედებს ამაზე მართლა. ასევე მომთაბარეებთან შეგვიძლია პარალელი გავავლოთ, თუნდაც ამ თვალსაზრისით მომთაბარეებებზე იყვნენ, ხო? ისინიც იკვებებოდნენ სწორედ ამით და შესაბამისად, როგორც შენ ახსენე, ჩინგიზ-ხანსაც მონღოლებმა როგორ გადაუარეს, მაშინ თითქმის ნახევარ მსოფლიოს, ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იყო და ამას აღნიშნავენ ხოლმე ისტორიკოსები საერთოდ, რომ იგივე ხა საშუალო ჩვეულებრივი ფეოდალურ სახელმწიფოში მცხოვრები გლეხი, რო შევადაროთ მომთაბარე მონღოლს, რომელიც ბავშვობიდანვე ცხენზე ზის და ისარსისვრის იქიდან და ნადირობს და რესურსებისთვის იბრძვის, ეხა ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის ამ თვალსაზრისით. თემას რო არ გავხსნით, ანუ ჩვენ თქვით სამხედრო უნარები და სიმამაცე დავხსენით, ну ნადირობიდან, გარემოდან გამომდინარე და ერთი კიდე უნდა ვთქვათ, აი შეაზეს დაიწყე, რომ აი თავისუფლება. ხო. თავისუფლება თაში გაცილებით უფრო მაღალი ხარისხია თავისუფლების, რატომ? იმიტომ რომ მთის რაღაცა საერთო ეკონომიკურ მოდელში ინტეგრირება შუა საუკუნეების ფეოდალურ სამყაროში ვერ ხდება. იმ ხარისხით, როგორც მაგალითად ბარის რეგიონების. ფეოდალიზმი ეს არის მიწათმოქმედების ეკონომიკურ დარგზე დამყარებული სისტემა. მიწის ფლობელობა. შესაბამისად, ეხლა მთა, სადაც არ არის სახნავ-სათესი მიწები და არ არის სამიწათმოქმედო კულტურა განვითარებული, ფეოდალური სივრცის მიღმა რჩება ყოველთვის. შესაბამისად, აი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ეგრეთ წოდებული დაყმევების სისტემა მთაზე არ მოქმედებს. ეს, საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, მთასა და ბარს აქვს ეკონომიკური ურთიერთობა, არსებობს გასვლა-გამოსვლა, რესურსების განაწილება, მთაში მცხოვრები ხალხი აღიარებს ნომინალურად მაინც ბარში მჯდომი მეფის ავტორიტეტს, ომში წავა ამ მეფესთან ერთად, ოღონდ რასაც ქვია უშუალო დაქვემდებარება მთაში, მსგავსი რაღაც არ არის. თუმცა შეიძლება ისინი არიან თავისუფლები, მაგრამ აი ეს ტერმინი რო გამოვიყენოთ, ეხლა შუა საუკუნეებთან დაკავშირებით შეიძლება თლა ზუსტი არ იყოს, მაგრამ აი პატრიოტიზმის განცდა ძალიან მაღალი აქვს და აი შუა საუკუნეები რო დავრჩეთ, აი შოტლანდიელი ჰაილანდერები ვახსენეთ. აი მთისა და ბარის შედარება რო ავიღოთ, საქართველოს მსგავსად აი ძალიან იდეალური მაგალითი არის შოტლანდია, სადაც არიან ჰაილანდერები, ანუ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები შოტლანდიელები და ლოულანდერებს რასაც ეძახიან, ანუ ქვევით შოტლანდიის ბარში მცხოვრები მიწათმოქმედი კლანები. საზოგადოებებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. ინგლისი, როდესაც შოტლანდიის ინგლისურ მონარქიაში ინტეგრირებას ცდილობდა, ყველა საუკუნეში მსგავსი ტენდენცია არის, რომ ის ინგლისის მეფე მარტივად ახერხებს გამონახოს საერთო ენა ბარის შოტლანდიელებთან, იმიტომ რომ აქ დეცენტრალიზებულია ხელისუფლება, კლანები მართავენ და თითოეულ კლანს ერთმანეთთან დაპირისპირება აქვს, შენ შეგიძლია გათიშო და იბატონო მარტივად, ერთი დააწინაურო, მეორე დაამცრო და რა უნდა გააკეთო? დაპირდე მიწები და დაპირდე ანაზღაურება, რასაც მაგალითად ედუარდ პირველი აკეთებს და რაც შემდეგ მოხდა კიდეც. აი ვინც შოტლანდიას ბოლომდე ინგლისზე მიყიდვის საშუალებას არ აძლევს, არიან შოტლანდიელი ჰაილანდერები, რომელსაც ეს თავისუფლების განცდა აქვთ და როცა საჭირო ხდება, ყოველთვის მთიდან მოდიან ბარში და თავისი რაღაცა უწყვეტი იერიშით ინგლისურ არმიას ეკვეთებიან ხოლმე. სხვათა შორის აი მთას თავისი პოეტურობას გააჩნია და ეხლა ქართული მთა გენიოსების დაბადების ადგილი იყო, ჩვენ ვიცით და აი შოტლანდიაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოტლანდიელი მთიელები ძალიან პოეტური ხალხია, ჰაილანდერებიც, აი შოტლანდიელი პოეტი რობერტ ბენსი, ბევრს ექნება გაგონილი, თუ არ აქვს გაგონილი, შესანიშნავი ქართული თარგმანები არსებობს, თამარ ერისთავის და მურმან ლებანიძის, თუ სწორად მახსოვს
და აი რობერტ ბერნსის ლექსებში ძალიან კარგად ჩანს აი შოტლანდიური საზოგადოებაც რაღაცა რომანტიზმი შოტლანდიელი მთის და აი რობერტ ბერნსის ერთი ლექსია რომელშიც აი ზუსტად ამ პროცესს აღწერს რომ აი როგორი ტყივილი აქვს ჰაილანდერს რომ ლოულანდერებმა შოტლანდიური მიწების სკოტლენდი მიყიდეს ინგლისელებს ინგლისურ ფულად და აი ეს პატრიოტიზმის განცდა ზოგადად მთის საზოგადოებებს ჰქონდა იმიტომ რომ ამათი ეკონომიკური თვალსაზრისით მოსყიდვა ძალიან რთული იყო ყველა ეპოქაში. როგორც მაგალითად აი მთის კანტონები ვერ იყიდეს ჰაბსბურგმა იმპერატორებმა შვეიცარიაში და მთის კანტონები მერე შვეიცარიელები მთის კანტონებიდან ყოფი შვეიცარიელები მაგალითად ამარცხებენ იგივე ჰაბსბურგებს მე-14 საუკუნეში ეს მომენტიც გვაქვს. და აი მთის ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება თავისუფლების მიმართ შეგვიძლია ამ სოციო-ეკონომიკური იმითაც ახსნათ, რომ მათი დაყმევება და ფეოდალურ ურთიერთობებში ჩაბმა ვერ ხდებოდა და განსაკუთრებული განცდა ჰქონდათ აი ამ თავისუფლების მთის საზოგადოებას. თან ისე არის, მთის საზოგადოება ყოველთვის უფრო ახლოს იყო აი ანტიკურ საზოგადოებასთან, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ვიდრე აი მერე უკვე შუა საუკუნოვან მოდელთან, ხო, ახლოს არის უფრო თვალსაჩინო თემური წყობა, რაც ანტიკურობას ახასიათებს. ანტიკურობა, თემური სისტემა. იმიტომ რომ აი მაგალითად იგივე ძველ იბერიაში, იბერიის სამეფოში ქართლში ქართლს გულისხმობ უნებრივია მოსახლეობა ზოგადად ასე როცა აღწერს ტრაბონი იგივეა და ანტიკური წყაროები აი ეს თავისუფალი მეთემეები, რომლებიც იყვნენ იბერიის სამეფოში და შემდგომში ფეოდალურ საზოგადოებაში ყმებად იქცნენ, თაში არ მოხდარა ეს რა. ეს პროცესი იქ გაჩერდა და ბარში მოხდა, იმიტომ რომ ბარში მიწათმფლობელობა არის ამ შემთხვევაში და ამან გამოიწვია ფეოდალიზმის გაღრმავება, ჩამოყალიბება და აი მთაში ესეთი რაღაცა ამ შემთხვევაში არ მოხდარა. ასევე უნდა განვასხვაოთ ჩვენ ისიც, რომ მთან იცის ტრადიციებისა და ისტორიის და კულტურის კარგად შემონახვა. რატომ? იმიტომ რომ გვიან აღწევს იქამდე შესაძლებელი ცივილიზაცია უფრო გვიან მიდიოდა, განსაკუთრებით ხა ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში, როდესაც ხა შუა საუკუნეები არის პერიოდი, როდესაც ადამიანი შეიძლება თავისუფლის მიღმა თავის სიცოცხლის მანძილზე ნამყოფი არ ყოფილიყო, ხო? და წარმოვიდგინოთ ამ სივრცეში მთაში არსებულ დასახლებებზე, სადაც არც გზა გაქვს ფაქტობრივად და არც ეს ბაჟნებაზე რა ვქო, თვითმფრინავად გადაფრინდი ამ შემთხვევაში, ძალიან ძნელი იყო კონტაქტი ამ თვალსაზრისით, უფრო იშვიათი იყო ამგვარი ურთიერთობა და ამიტომაც იყო ხოლმე რომ გვიან ხდებოდა ხოლმე რაღაც პროცესები, რამაც ერთი მხრივ ხა შეიძლება ითქვას რომ მთის ხალხისთვის შეიძლება რაღაცა დონეზე კომფორტის ნაკლებად აღწევდა იქამდე, მაგრამ მეორე მხრივ ინახავდა იმ ძველ ისტორიას და კულტურას, რომელიც ამ შემთხვევაში იმ ხალხებს ახასიათებდა. აი მაგალითად საქართველოშიც ახლა ფაქტობრივად ჩვენი ფოლკლორის უმეტესი ნაწილი, მითოლოგიის უმეტესი ნაწილი შეკრებილი სად არის? ცოცხლად არის შემონახული საზოგადოებებში. იგივე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ისე დასავლეთში, სვანეთში განსაკუთრებით, კი არა ისტორიული ძეგლებიც რომ ავიღოთ თუნდაც, ან თუნდაც არტეფაქტები, ანუ არქეოლოგიური თვალსაჩინოთაც, ხო, არტეფაქტები, რომლებიც მუზეუმებში ინახება. სვანეთის მუზეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში ამ თვალსაზრისით. რაჭაშიც შესანიშნავი მუზეუმი გვაქვს, ხო? იმიტომ რომ მთაში ინახება ეს ყველაფერი კარგად. კი არა, ბევრი რაღაცა იქიდანაც კი დაკარგული არის. ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ მაგალითად მე-19 საუკუნის ცნობილი გერმანელი მოგზაური ჰაქსტაუზენი წერდა, რომ მე ვნახევ სვანეთშიო, საალყო იარაღები იყო შენახულიო იმაში მონასტერშიო რა, ძველი შუა საუკუნეების ქართული საალყო იარაღები. დღეს აღარ გვაქვს ეს საალყო იარაღები, სად არის? ძალიან ბევრი რაღაც არის დაკარგული. მაგას რო გავყვებით შეიძლება ისეთ ღრმა депრესიაში გადაგისროლოს. ხო, ბოლო 100 წელიწადში დაკარგული ექსპონატებმაც, მაგრამ ეხლა რასაც ამბობდი ნიკა და ისა ერთის ვახსენოთ განძი. ხო, თა იყო ადგილი, მთაში მიაქვთ განძი. მეფეც ინახავდა განძს. ყოველთვის მთაში მიაქვთ განძი, ეს ყველა საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, რომ მთაში რაღაცა იდუმალი ამბები მთასთან არის დაკავშირებული და განძის მთაში წაღება ან მეფის ან ვიღაც საჭირო ადამიანის მთაში გაქცევაც. რომელიც მთაშია და შემდეგ მთიდან უნდა დაბრუნდეს, ისე უკან უნდა დაბრუნდეს. მთის საზოგადოება, რასაც შენამბობდი, ნიკა, უდაოდ არის ჩაკეტილი, უფრო მეტად, ნაკლები გაცვლა-გამოცვლა კულტურული და ასიმილირებას ნაკლებად ახდენს სხვა კულტურებთან და იგივე ბარის საზოგადოებებთან, შესაბამისად, კონსერვაცია ტრადიციების, იგივე რელიგიური წმენდა-წარმოდგენების თუ სხვა, მთაში უფრო დიდი ხანი გრძელდება. სხვათა შორის ისავრიელები ვახსენეთ ჩვენ ბიზანტიის იმპერიაში ისავრიელები ცნობილი იყვნენ რითი რომ აი რაღაცა ისეთი
თავისი კოლორიტულობა ახასიათებთ ისავრიელებს, იგივე წყაროებსაც რო ვკითხულობთ ისავრიელების შესახებ, ჩანს რომ არიან ესეთი მყვირალები, ხმამაღლა საუბრობენ და ეს სნობი კონსტანტინოპოლის ელიტა ძალიან ესე ზემოდან უყურებს ამ ელემენტს. ხო, აი ეგეთ ხალხად აღიქვამენ, რომელიც ყოველთვის მოჩხუბარი მყვირალა ისავრიელები, პირდაპირ აი ესეთი ეპითეტებით არის დამახასიათებელი და სხვათა შორის ისავრიელებზე არის კიდე ერთი საინტერესო დეტალი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხა უკვე ბიზანტიის იმპერია მერვე საუკუნეში არის ისავრიელების აი ზენიტი. ბიზანტიის იმპერია უკვე მყარად ქრისტიანული სახელმწიფოა, ისავრიელებს შემორჩენილი აქვს თავიანთი რაღაცა ქრისტიანები არიან, მაგრამ ამ ქრისტიანობასთან ახდენენ რაღაცა ძველი სირიაზიული წარმართული ტრადიციების სინთეზს. რაც ისავრიელებთან ძალიან კარგად ჩანს, რომ დიდი ხანი აქვთ შემონახული ძველი რწმენა წარმოდგენები. და სხვათა შორის, საქართველოზე შეგვიძლია საუკეთესო მაგალითია. ძალიან კარგი მაგალითია ამისი, რომ თან შეინახა იმ პერიოდის რწმენა წარმოდგენები, ტრადიციების დონიდან, რომელიც ქრისტიანობამდე იყო და ქრისტიანობაც მოდი ვთქვათ, რომ ძალიან რთულად მიიღო მთის საზოგადოება. და თავისებური ფორმა არის იქაც გარკვეული. ანუ თავისებურ ფორმად გარდაქმნა, ანუ კლასიკური ქრისტიანობა ვერ მიიღო და თავისი ქრისტიანობა შექმნა თავისი წარმოდგენებით. ფაქტორად ყველა საზოგადოებაში გარკვეულწილად რაღაც ტრანსფორმაციას განიცდის ხოლმე, იმიტომ რომ ხალხს როგორც აქვს, როგორი ისიც აქვს საუხედველობა, იმას უნდა მოერგოს გარკვეულ ადგილობრივ ნიადაგზე დგება და მთაში განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს ზუსტად ეს გამოხატულება, რომ ახალი რელიგიის და ტრადიციების რომლის სინთეზი მოხდა ზუსტად აი ამ მთის ტრადიციებში. ამაზე უნდა ვთქვათ, რომ მთაში საერთოდ რელიგიის შესვლა, ანუ მონოთეისტური რელიგიებისა ყოველთვის ყველა საზოგადოებაში პრობლემას წარმოადგენდა ხოლმე. იგივე, როდესაც საუბრობთ იგივე ქართლში ქრისტიანობის გავრცელებაზე, იქაც კი წყაროში არის მითითებული, რომ აი ცოტა იერარქიის არ მცირე წარმართა მახვილი პირდაპირ ეს ციტატა. ხო, იმიტომ რომ ბუნებრივია ხა იმ წენა წარმოდგენებთან, რომელიც გამჯდარი იყო მთაში და რომელიც საკმაოდ მოწყვეტილი იყო მაინც მეტნაკლებად, ხო, და დანარჩენ სივრცეს, ძნელი იყო უცებ ახალი რელიგია ეგრე გაივრცელებინათ. ამიტომ მიუხედავად აი მცირე წარმართვისა მახვილისა, მაინც დიდი დრო დაჭირდა აქედან დაწყებულიც კი, შემდგომ შუა საუკუნეებშიც კი იჩენს ხოლმე თავს გარკვეულწილად ეს სხვაობები. თამარის ეპოქაში გვაქვს ჩვენ თიელების მასშტაბური აჯანყება და ჩანს კიდევაც ზუსტად ეს მთის საზოგადოების ანტიფეოდალური და ანტირელიგიური გამოსვლებიც ეს ძალიან ხშირია და დამახასიათებელია ამისთვის. მთას კიდე რა შეგვიძლია რომ გამოვყოთ მთის ფენომენი, ნუ პოეტურობაზე ვთქვით და ალბათ ბუნებასთან სიახლოვეც. ზოგადად ამაზე ძალიან ისე კარგად ისახება ამ ყველაფერზე და თან პლუს ერთიც ვთქვათ რომ მთაში ძალიან რთულად აღწევდა კლასიკური განათლების ისეთი დარგები, როგორიც იყო აი შუა საუკუნეებში გავრცელებული, მაგალითად რაღაცა გადაწერილი წიგნები, სამონასტრო კერები, დიდი სამონასტრო კერები, სადაც რაღაცა გადაწერა ხდებოდა და ფილოსოფიური ტრაქტატები მთებში და მთაში შეიძლება ყოფილიყო მონასტერი, მაგრამ მთის საზოგადოება ამისგან შედარებით მოწყვეტილი იყო და აქ კულტურის გადაცემა უფრო მეტად აი ზეპირსიტყვიერებით ხდებოდა. და ზეპირსიტყვიერების საგანძურია მთა საქართველოშიც უდაოდ და სხვა საზოგადოებებში, ეხლა იგივე შოტლანდიელი მთიელების ფოლკლორი უოლტერ სკოტმა, რომელიც შეკრიბა დიდ ბრიტანეთში გამოცემული და სხვათა შორის ინგლისურენოვან სივრცეში გამოცემული 19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო, ზუსტად შოტლანდიელ მთიელთა სიმღერები, უოლტერ სკოტის მიერ შეგროვებული და გამოცემული. ძალიან ის არის რა ქვია, ძალიან დიდი სიბრძნეც, რაღაცა ფილოსოფიური მიდგომებით ჩანს, ზუსტად ამ ბუნებასთან სიახლოვით, ყოველდღიურობით და მთის საზოგადოებებს ეგ ახასიათებს. საქართველოშიც ყველაზე დიდი ბუნებათმცოდნე ამ შემთხვევაში მწერალი საიდან იყო ეხა? უდაოდ. ხო, ვაჟებშაველა. სოფლიო მოვლენა იყო გადაჭარბების გარეშე, ზოგადად ეხა ჩვენ პოდკასტს ის არ გვიყვარს რაღაცა ურაპატრიოტული რაღაცეები და არაფერი ურაპატრიოტული არ არის ვაჟაბშაველაძე, როდესაც ვამბობთ რომ იყო მსოფლიო მოვლენა. არა, უდაოდ. აბსოლუტურად გულწრფელები ვართ ამაში და არა ვართ ორიგინალურები. ხო, არა ეს. ახალ საფერს შემთხვევაში მათ, ხო? ასევე უნდა ვახსენო მე ის რომ მთას თავისებური სამართალიც აქვს. ანუ მთის სამართალი მიუხედავად იმისა, ადგილობრივია ეს თვითონ მათ შემოქმედებისა თუ მეფე უწესებს, მაინც განსხვავდება ბარის სამართლისგან. და რაც განამტკიცებული არის გარკვეულწილად იმისგანაც, რომ სხვადასხვა წყობა არის. ნიკა, როგორ უნდა ახსნათ, რომ შუა საუკუნეებში და ანტიკურ სამყაროში ცენტრალური სამართლებრივი სისტემა იმ ეკონომიკურ საფუძველზე დგას, რომ აი მაგალითად ფეოდალურია სამხედრო ადმინისტრაციული ეკონომიკური სისტემა შუა საუკუნეებში და სამართლებრივი სისტემაც ამაზეა მიბმული. აქ მეფე არის უზენაესი მართლმსაჯულების მქონე პირი
და ფეოდალები არიან და როდესაც მთა გამოთიშულია აი ამ მომენტიდან ის არ არის ფეოდალური სივრცე, აქ სამართლის აღსრულების საშუალება მეფეს ისე ეფექტურად არ აქვს, როგორც მაგალითად ფეოდალურ საზოგადოებაში. შესაბამისად, მთას აქვს თავისი სამართლის რწმენა, ტრადიციებზე დაყრდნობილი და სამართლის აღსრულებასაც თვითონ ახერხებს. თუ ძალიან გავიდა კონტროლიდან და ამის მაგალითები გვაქვს, მაშინ შეიძლება მეფე ჩაერთოს ამაში. მაშინ ჩაერიოს. აქ რა ვთქვათ, ფეოდალური სამართლისგან განსხვავებით, დაწერილი ტიპის მთის სამართალი ძალიან იშვიათია და აქ კლანი განსაზღვრავს თვითონ სამართალსაც და მართლმსაჯულებასაც და ზოგადად როგორ რაღაც ვთქვათ, რომ როდესაც სახელმწიფოს კონტროლი რაღაც საზოგადოებაზე არის სუსტი და აქ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ მუშაობენ და ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოებაში წესრიგს თვითონ საზოგადოება ქმნის. და მთის საზოგადოებაში, სადაც ეხა მეფის მართლმსაჯულება ძალიან სუსტია, რომელი მეფეც არ უნდა იყოს ქართველი იქნება, შოტლანდიელი თუ ესპანელი თუ არ აქვს მნიშვნელობა, იქ უშუალოდ კლანები განსაზღვრავენ სამართალსაც და მართვის ადმინისტრაციულ სისტემასაც. თანაც სადაც სუსტია მეფის ხელისუფლება, სადაც სუსტია სახელმწიფოს ადმინისტრაციული სისტემა, ეკონომიკური სისტემა, პოლიტიკური სისტემა, იქ ინდივიდს ვერ იცავს ეს ინსტიტუტები და ინდივიდმა თავისი უსაფრთხოება რო გარანტირებულად იპოვოს, ის კლანში უნდა გაწევრიანდეს. ანუ კლანმა ჩვენ რაღაცა ყვაჭაძეების, ყოფერიების კლანმა ერთმანეთს უნდა მივხედოთ და ყველა მთაში ეს იქნებიან ბასკები, ეს იქნებიან შოტლანდიელი ჰაილანდერები თუ ქართველები, ქართველი მთიელები, აქ კლანურობა, პასუხისმგებლობა კლანის ყველა წევრზე. იგივე სხვა კლანებთან ურთიერთობის დროს მაგალითად აი სისხლის აღების ფენომენი რაც არის ქართულ მთიელებშიც არის გავრცელებული და შოტლანდიელ ჰაილანდერებთანაც სისხლის აღების ტრადიცია ძალიან დიდი ხანი იყო გავრცელებული. შესაბამისად, ნახე, აქ ჩვენ ქმნით წესრიგს. უშუალოდ, იმიტომ რომ სახელმწიფოს ინსტიტუტები ჩვენამდე ისე ვერ აღწევს, როგორც უნდა აღწევდეს. სამართალსაც იგივე შეგვიძლია ვთქვა, ტრადიციებზე დამყარებული სამართალია. მაგრამ აი ანაქრონიზმების ხდება, მაგალითად, რაც მაგალითად ბარში დანაშაულია, მთაში არის ზოგიერთი შემთხვევა, რომელიც მაგალითად დანაშაულად არ ითვლება. მაგალითად, ერთმა კლანმა რომ მეორე კლანს საქონელი მოსტაცოს, ეს დანაშაული არ არის. ანუ ეს არის სასახელო ამბავი იმ კლანისთვის, რომ აი მე მაგალითად რომ შენ საქონელი მოგტაცე, ამას დანაშაულად არავინ არ ჩამითვლის. შენ თუ ვერ დაიცავი შენი საქონელი, ესე იგი მე მოგტაცე ძლიერი ვიყავი და ამით შეგვიძლია მოსტაცო შესაძლოა. ხო, მე ვიღაცა მე მომტაცებს და ასე შემდეგ. ანუ საქონლის მოტაცება დამახასიათებელია ძალიან. ასევე ძალიან ახასიათებს და ქართულ სამართლის ძეგლებში ჩანს ცოლის მოტაცებაც. წაგურა ხო. ცოლის წაგურა, რაც ასევე ჩვენ რო ვისაუბრეთ მაშინ მომთაბარე საზოგადოებებზე და მონღოლებზე, ჩინგისხანზე. მისი მამაც იგივეს აკეთებს იქ და მე თვითონ მასაც უკეთებენ იგივეს. იგივეს უკეთებენ. მესაქონლის საზოგადოებაში არის რომ საქონლის მოტაცება ეს არის შენზე ეკონომიკური ზარალის მოყენება შემიძლია და შენთვის უკიდურესი რეპუტაციული ზარალის მოყენების საშუალება არის ცოლის წართმევა, ცოლის წაგურა, ეგრეთ წოდებული. ეს არის რაღაცა რიტუალის დონეზეა, რომ ამით ჩემს მოწინააღმდეგეს ძალიან დიდ გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზარალს ამცირებს რა. ამცირებს და დიდ რეპუტაციულ. შესაძლოა აი ყველაზე კარგი ძეგლი ამ მხრივ და ასე თუ ისე შუა საუკუნეების მთის მდგომარეობა ჩანს არის გიორგი ბრწყინვალის დროინდელი ძეგლის დება. უნიკალური წყარო გვაქვს ამ შემთხვევაში. ეგ და შესაბამისად ასევე არის ძეგლი ერისთავთა, რომელშიც ასევე არის მთაზე საუბარი. იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ ისტორიულ წყაროებში ძალიან მწირი არის ხოლმე ცნობები, ამიტომ ძირითადად ჩვენ ფოლკლორულიდან უფრო ვიცნობთ მთას, ვიდრე უშუალოდ ისტორიული წყაროებიდან, რომელშიც უფრო იშვიათად ხდება ხოლმე შეხება ამასთან, უფრო მეტად არის კონცენტრირებული მეფეზე, მის კარზე და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ისტორიკოსიც იქ იმყოფება ამ შემთხვევაში და აი, როდესაც მთას ეხება, ეს არის ალბათ ყველაზე გამორჩეული. მინდა რომ პატარა მონაკვეთი წავიგეთ, რომელშიც თავიდან ძალიან საინტერესო დახსნეს ჩემი აზრით, აი თვითონ აი მეფის გადაადგილებას თავის სამეფოში და როგორ ხდება რაღაც საკითხების გადაწყვეტა ამ პერიოდის საქართველოში, მე-14 საუკუნის საქართველოში. მოასხენით ყოველნი ხევისბერნი და ჰეროვანიო ჟინვანს. ანუ ჟინვანი იყო ითვლებოდა ერთ-ერთ ცენტრად, სადაც იყო მეფის სასახლეც ამავე დროს. მიცდებულია რომ მეფე აქ ჩამოდიოდა ამაში. და მთის საკითხებს აქ ვიბარებდა. და შესაბამისად ამის მერე გავაწავედითო დარიალამდე მივაღწიეთო, დარიალამდე. ეს ვიდეა უკვე. ხო, ზღუდია უკვე, დარიალი საზღვარია, რაღაცა იქამდე გავიარეთ მთელი გზაო და იქიდან მობრუნებულიო მუხრანში
დავსხედითო და დაუძახა ყველას აბსოლუტურად ვისაც კი მთის საქმე ეხებოდა აქ ხო ჩამოთვლიან იქ რომ აი რისთავებიც მოვიდნენო ხევისბერებიც აქ არიანო ჰეროვანებიც აქ არიან ეპისკოპოსი კათოლიკოსი ყველა შეიკრიბა ხო ეს ხევისბერი ეხლა ნუ ყველას ეცოდინება რაღაც დონეზე ხევისბერი პოპულარული ფენომენია მაგრამ რო ავხსნათ ეს არის რომელიც თავის თავში აერთიანებს პოლიტიკურ და სასულიერო ლიდერის ფუნქციებსაც და არის ქურუმიც, არის პოლიტიკური საკითხების გადამწყვეტიც, არის რაღაცა ტრადიციების შემნახველი ისიც პირიც. რომელიც აი ტიპიური მერიტოკრატიული სისტემა, ანუ ყველაზე გამოცდილი და განათლებული აქ ხევისბერი, ხო, არჩევითია და მირჩევთ როგორც ხევისბერს, რომელმაც ჩვენი ბედი უნდა განსაზღვროს, ბუნებრივია აპრიორში ავირჩევთ საუკეთესოს, ხო, ყველაზე გამოცდილს, ყველაზე აბძენებულს და სანიმუშო რეპუტაციის მქონე ადამიანს. ასევე აქ ერთ საინტერესო მომენტია, რომ ბრუნდებიან მუხრანში რო ჩადიან, სადაც ეს ყველაფერი გაზრდონ, გზად ჩერდებიან ლომისის სალოცავზე და იქ მოილოცეს ის და მე 9-ზმის ხევითო მუხრანშიო ჩავედითო და მე არის ის პროცესი რომელიც როდესაც იქმნება ის სამართლის ძეგლი ამ შემთხვევაში იმიტომ რომ მეფემ შეიტყო რომ აი არეული იყო ძალიან მდგომარეობაო და აი მოკლედ რომ თქვა აი ქაოსი იყო რა მთაში ყველაფერი ხდებოდა უკანონოდ ძალიან ბევრი რაღაცა და არავინ არ აკონტროლებდა ამ ყველაფერს შესაბამისად რაღაც დონეზე ხა მით უმეტეს გიორგი ბრწყინვალე იყო მეფე რომლის დროსაც საქართველოში ნენელა დაიწყო მოწესრიგება ისევ ამ სამეფო სისტემისა და ხელში აღება სამეფო ხელისუფლებიდან, ხო, ცენტრალიზება ამ შემთხვევაში და ყველა დიდი მეფე, რომელიც ცენტრალიზებას ახდენს, ბუნებრივია ყველგან უნდა ავრცელებდეს ამ თავის იმას, როგორც ძალაუფლებას, ხო? ეს შემთხვევაში ესეც სწორედ იგივე სიტუაციაში და ამბობენ ესეთ რაღაცას, სამწყაროს წერეს ეს სიტყვა, ულუსობანი იყო გავრცელებული. ხო, აი მონღოლებს უკავშირდება მომთაბარეებს, მონღოლებს განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, ანუ როგორც იმათ საზოგადოებაში, ანუ მომთაბარე საზოგადოებაში იქცევიან. ულუსობანი ხო არის ნახსენები და აი ქართველები მიწათმოქმედი ბინადარი ცხოვრების წესის მიმდევარი ხალხი ვიყავით და აქ საინტერესო დეტალია აი ქართულმა ენამ როგორ შემოინახა ჩვენი წარმოდგენა მომთაბარეებზე რომ აი ულუსობანი ხო არის ნახსენები და ანუ ქაოტურობა განუკითხაობა არის ახსნილი სიველურეც ანუ ველზე მცხოვრები ხალხისთვის დამახასიათებელი თვისება სიველური ანუ ველური ჩვენს ენაში არის ბარბაროსის რაღაცა არაკანონზომიერი საქმსაზღვრელი და აქაც ნუ რა არის რომ მონღოლები იყვნენ და ეს ულუსობანი დარჩა მთაში იმიტომ რომ ერთ თუ წაეკიდნენ და აღწერილია კიდევაც რომ არაგვის ხეობის ხალხი ქსნის ხეობას ესხმის პირიქით ეს ეს ორი დაპირისპირებული იყო ერთმანეთს ქსნისა და არაგვის თან მუდმივად დაპირისპირებულები არიან რატომაც აი მე-18 საუკუნეშიც კი ჩანს ეგ მომენტი გიუიამილახვარის და ბარციმ არაგვის ერისთავში და საინტერესოა ეს ეგ კი არა მე ზურაბ არაგვის ერისთავი იყო ის დემონიზებული არის მთაში აი დევთან არის ხოლმე შედარებული ზოგჯერ იმდენად ის იყო კი სხვათა შორის ზურაბ არაგვის ერისთავს უკავშირდება კიდე აი მთის კულტების მოშლა რომ იქ რაღაცა მკვდარი კატის სისხლი მიასხა წმინდა ხეს რომელსაცო არაგვის ხეობის მთიელებიო რაღაცა კიდე გადმოცემა არაგვის ხეობის მთიელები პატივსცემდნენ ანუ ზურაბ არაგვის ერისთავის და მამამისიც ნუგზარ არაგვის ერისთავის ცდილობდნენ მთის თაზე თავიანთი პოლიტიკური კონტროლის სამართლებრივი კონტროლის დამყარებას და ამიტომ იმ კლანებს ბუნებრივია ეს ხალხი არ მოსწონდა ეს დემონიზებული იქნება. კი, აბსოლუტურად დემონიზებული. როგორ არის, მითოლოგიური ელემენტივით შემოდის. არა მარტო ადამიანური, ანუ ფეოდალიზმი, არამედ ეს რაღაცა იმასთან არის დაკავშირებული, წარმართულ არსებებთან და ასე შემდეგ, ხო, რომლებიც აი მოდიან და ამათი მტრები არიან ამ შემთხვევაში ისე აღქმული. ხა რატო რას გულისხმობენ ულუსობანში ხა სამართლის ძეგლში, ხო, აქ წერია რომ ერთი არის საინტერესო შიდა ბრძოლებსაც გულისხმობს. ანუ ერთმანეთს ებრძვის ეს ხალხი იარაღის ძალით, იკრიბება სხვადასხვა ეს ჯგუფები ამ შემთხვევაში, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა დასახლებები და ერთმანეთს ებრძვიან. უწვავენ ციხეებსო, წერია. ანუ ციხესიმაგრეებს თავს ესხმიან, ანადგურებენ, წვავენ ბუნებრივია ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ასევე წერეთ ცოლის მოტაცებები. ანუ ხშირად გახშირებულია ძალიან. ცოლის მოტაცებაო, ღალატით თავდასხმაო და მიპარვი და ხო, და ციხეების დაქცევაო ამისგან და შესაბამისად ამას გარდა არის ძალიან ხშირად მკვლელობები, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს როგორც ჰეროვანმა და ჰეროვანი არის თავისუფალი მეთემე, ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ყმა არ არის ამ შემთხვევაში, ფლობს თავის მიწას ის და ვალდებულებაც აქვს, ბუნებრივია, მაგრამ ის არ არის დაკმევებული. ვალდებულება აქვს სახელმწიფოს და ეკლესიის მიმართ, მაგრამ კონკრეტული ფეოდალის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია. ვასალი არავის ვასალი არ არის ის. და შესაბამისად მერე ჩამოთვლილი არის სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები მეურის მოკვლის შემთხვევაში რა სასჯელს იღებენ. ან
და აქ არის ძირითადად რაც არის სასჯელებში საინტერესოა რომ არის ან გაძევება რამდენიმე წლით და სასჯელის მიხედვით ხდება ეს 1 წლიანი იქნება 2 წლიანი 3 წლიანი 5 წლამდე შეიძლება იყოს ეს გაძევება მოხდეს ამ შემთხვევაში არის ისეთი რომ მამული ჩამოერთვას ან თავისი ქონება მთლიანად და სახელმწიფოს ხარჯზე ჩამოერთვას ეს ქონება ან გადაეცეს თქვა ვიღაცას ზოგჯერ არის რომ დაბრუნდება უკან მე განიხილონ მისი მდგომარეობა და დაუბრუნდეს თუ არა ეს ყოველწლიურად განხილვის საგანი უნდა იყოს ამ შემთხვევაში როცა ეს ადამიანი დაბრუნდება და ფულადი ჯარიმები არის თეთრებში წერია ხოლმე ეგ ფეოდალური სამართლისთვის დამახასიათებელია იმიტომ რომ აი იგივე ფეოდალური სამართლის ძეგლები იგივე ბიზანტიური შედარებით ნაკლებად უფრო მეტად დასავლეთ ევროპული ფეოდალური სამართლის ძეგლები სადაც გვაქვს იქ ეგრეთ წოდებული ანუ ფრანკთა პერიოდის ტერმინია და მე გავრცელდა ყველა სამართალზე ვერგელდით განისაზღვრება სასჯელი რომ აქ სასჯელი თითქმის ყოველთვის არის რაღაც ტიპის მატერიალური ზარალი რომ ან იმას გართმევენ, რა ქვია, ქონებას გართმევენ, ან კონკრეტული ტიპის ეგრეთ წოდებული დღევანდელი ტერმინით ვთქვა, ჯარიმა უნდა გადაიხადო. აი, აქაც საინტერესო ის არის, რომ მეფე რადგან აწესებს ამ ახალ სამართალს, ფეოდალურ სამართალთან უფრო მიახლოებული უნდა იყოს ბუნებრივია ხო იმიტომ რომ ის როგორც არის სახელმწიფოში იმასთან ხო უნდა მიახლოვდეს მთის მდგომარეობას ხო ველოსიპედს ვერ გამოიგონოს და ახალ ბაზას ვერ გაავრცელონ ანუ რაც ამ შემთხვევაში ბარში არის იმასთან მიახლოებული უნდა იყოს ესეც პუნქტების უმრავლესობა აბსოლუტურად ამ სამართლის ძეგლში არის კვლელობაზე აბსოლუტურად უმრავლესობა მარტო არის გამონაკლისად ცოლის მოტაცებაზე და მსგავს ციხის დაწვაზე და შემდეგ დანარჩენი არის თითქმის უკვლელობაზე და უბრალოდ შეფასებული არის რომ რომელი რანგის ადამიანი რომელს მოკლავს აი რომელს ფეოდალური იერარქიის კვლევის დროს, აი ფეოდალური საზოგადოება, ვისაც აინტერესებს და შუა საუკუნეების საზოგადოება, ველაზე ძვირფასი წყარო ყოველთვის არის სამართლის ძეგლები. იმიტომ რომ ზუსტად რანგს გაძლევ შენ და რანჟირებას აკეთებ, ვისი მკვლელობა როგორ ისჯება, იმის მიხედვით ხდები იმას რა როლი აქვს იმ საზოგადოებაში და რამდენად მნიშვნელოვანია. აი ხევისბერი არის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ხევისბერი, რომელიც მოკლედ საუკუნოდ ეს არის ფაქტობრივად აი ყველაზე მძიმე სასჯელია. ასევე მძიმე სასჯელი არის ციხის თავის მოკვლაზე და ორი ციხის თავი იყო დაწესებული. ანუ წერია რომ მეფეა, სავარაუდოდ აი ეს არის ფეოდალური მოხელე უფრო ციხის თავი, რომელიც ინიშნება ცენტრალური ხელისუფლების მიერ და იმას თუ ხევისბერი მოკლავს მაგალითად იმასაც ჯიან ჩაულებრივად, იმიტომ რომ ის ციხის თავი მოკლეს ერთხელ არიო ესეთი შემთხვევაა და მე რა მოხდა ამას რა მოყვა. შესაბამისად აი ფეოდალური სისტემა ცდილობს შეჟონვას იმითაც რომ რაღაც ადმინისტრაციულ ერთეულებს ქმნის, რომელშიც იქნება ფეოდალური სისტემისგან დანიშნული ვიღაცა მოხელე და ის გარკვეულწილად აი განკარგავს ამ სივრცეს ძირითადად აი თავარი ისა ეგ არის. იქ არის ხევისბერები რომლებიც მართავენ ხო ამაში, მაგრამ ისინიც კი პასუხს გარკვეულწილად ზოგჯერ აგებენ ხოლმე ამ ციხის თავთან, რომელსაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა ამ ნუ ეხლა მეფის მოხელის ხელყოფა, მეფის მოხელეზე თავდასხმა უმძიმესი დანაშაულია ასევე. ხო და ეგეც კი ხდებოდა ხო, ეგეც მეფის წარმომადგენელზე თავდასხმა. კი, ერთ საინტერესო დეტალია, რომ ცოლის მიტოვებაზეც კი წერია სხვადასხვა. არა მარტო მოტაცება არის, არამედ ცოლის დატოვებას. აი, მაგალითად, კაცმა რო წავიდეს და ადოს წავიდეს და დატოვოს ოჯახი ამ შემთხვევაში, ესეც შედის სასჯელებში. ხო, დანაშაულად არის განსაზღვრული. დანაშაულად არის განსაზღვრული ესეც. პრინციპში რა არის? აი, ცოტა მერეც გვიანშვილს შორის ეგ ნიკა რაც შენახსენე ცოლის მიტოვებაზე სასჯელები ჩანს. მე მგონი ოთოგაბუნი ამას თქვა რომ ჩანს შუმერული სამართლის ძეგლებშიც. ჩანს ადრეული ფეოდალური პერიოდის სამართლის, აი საქსონთა, ბურგუნთა იმეებშიც და ეგ ანუ ეგ შუა საუკუნეების საზოგადოებაში ჩვეულებრივად არის განსაზღვრული როგორც ანომალიური ქმედება და როგორც დანაშაული ცოლის მიტოვება. ეს უდაოდ დანაშაულად არის განსაზღვრული. აბსოლუტურად ხო. და ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ აი მთის ამ სამართლის ძეგლის მიუხედავად, შემდგომ პერიოდში, აი ცოტა გვიანდელ შუა საუკუნეებშიც კი, მასზე სრული კონტროლი მთაზე ისევ წარმოადგენს გარკვეულ პრობლემას, ხო? თუმცა ერთი დეტალიც მინდა, რასაც მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ აი გვიან შუა საუკუნეებში მთის მნიშვნელობა გაიზარდა ქართულ სამეფო სამთავროებში. ეს გამოიწვია იმანაც, რომ როცა ერთიანი საქართველოს სამეფო დაიშალა და პატარა-პატარა ერთეულება დარჩა ამ შემთხვევაში ცალკე ქართლი, ცალკე კახეთია შემდეგ, ხო? მთის ხალხმა სამხედრო მნიშვნელობა გაიზარდა და რატომ? იმიტომ რომ თუ ვეღარ ახერხებ ფეოდალური ლაშქრის იმ რაოდენობის შეკრებას, რომელიც მაგალითად შეგეძლო ერთიანი სამეფოს პირობებში გამოგეყვანა, შენ გჭირდება რაღაცა ადგილი, საიდანაც რეკრუტირებას მოახდინა ჯარისკაცები გჭირდება იქიდან. როგორც მაგალითად ახლა ბიზანტიაზე როცა ვსაუბრობ ისავრიელებზე. რატო რა უნდა ამ ისავრიელებისაგან? ეს იყო ადგილი, საიდანაც ჯარისკაცებს იღებდა ბიზანტია, ხო? იმიტომ რომ ეს იყო ხალხი, რომელსაც ინტერესი ჰქონდა, რომ ამ ჯამაგირის სანაცვლოდ რაღაც პრივილეგიების სანაცვლოდ ომში წასულიყო. და გარკვეულწილად აი მთიელების
გამოყენება გვიან შუა საუკუნეებში ძალიან აქტიურად არის. ამიტომ ჩვენთან ხშირად არის ხოლმე აი გავრცელებული თუნდაც ისა, ხო, ისტორიულ წყაროს ვკითხულობთ ამ პერიოდისა, როცა ვკითხულობთ აჯანყებებზე, ბრძოლებზე და შემდეგ მთიელები ხშირად ჩანან ამაში დომინირებენ. თითქმის ყველგან არიან. იმიტომ რომ მანუ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იმ პერიოდის ქართველი მეფეებისა, მთის ლაშქარი ამ შემთხვევაში, ხო? ოღონდ, ეხლა უნდა ვთქვათ, რომ მთის ლაშქარი ჩვენ ვთქვით, რომ მათ აქვს სამხედრო უნარები, არიან მამაცები, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ერთი დიდი მინუსი ჰქონდათ ყოველთვის და ამას აღნიშნავენ ყველგან. ხო. ეს შვეიცარიელებთან იქნებოდა, ბასკებთან, შოტლანდიელებთან თუ ქართველებთან დაკავშირებული, ეს არის დისციპლინა. და უფრო მეტად ინდივიდუალისტები არიან და აი რასაც ქვია კოლექტიური ომი, აი წყობას აშინა ომს, რასაც უწოდებენ, იქ მთიელები მთლად ეფექტურები ვერ იყვნენ. თუმცა მე მაგალითად შვეიცარიელების შემთხვევაში გვაქვს რომ ეს ისწავლეს, შოტლანდიელებმა ნაკლებად ისწავლეს, აი ბოლოს სტიუარტების პერიოდის იაკობიანური ომების დროსაც კი ჩანს რომ შოტლანდიელებს ეგ უნარები აღარ ქონდათ და აი რეგულარულ არმიასთან მერე ვერაფერს ვეღარ გახდნენ ეს მრისხანე ჰაილანდერები. იგივე აი ჩვენთანაც კარგი ინდივიდუალისტები ჩანან, აი მთის ბრძოლის ველზე გამოსვლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გვიან შუა საუკუნეებში არის აი ცნობილი ბახტრიონის აჯანყება. იქაც ინდივიდუალისტები გვახსოვს, რომ აი ზეზვა გაფრინდაული რომ გადააფრინდა გალავანს და ესენი არის მამაცი ინდივიდუალისტი ხალხი, რომელმაც ომი იცის. თან ძალიან კარგად, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე წემსავენ, ეგ მეზობელ კლანებთან დაპირისპირებები აქვთ და ბარს აქვს მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ აი ამ მთიელებს ჭირდებათ მათი საქონლისთვის საძოვრები, სადაც გამოიზამთრებენ და შესაბამისად აი ბარის დათმობა მათ საზოგადოებას ცვლის ფუნდამენტურად. თუ ეს მოხდა, მაგალითად აი ჩრდილოეთ კავკასიელების შემთხვევაში ეს ეხსნიდნენ, მე მახსოვს რომ მას მერე რაც რუსებმა აი სტეპები დაიკავეს და იქამდე მოვიდნენ კაზაკები და რუსები და უკვე კავკასიელ მთიელებს აღარ შეეძლოთ თავიანთი საქონლის ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებზე ჩაყვანა, მერე მათი საზოგადოება შეიცვალა და უფრო მეტად აი თავდასხმები, მეკობრულ თავდასხმებზე გადავიდნენ, რომ ძარცვალეჯა მეზობელი საზოგადოებების და ჩვენთანაც აი ბახტრიონის აჯანყების ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც გამოიწვია, იყო იმ მომთაბარეების ჩამოსახლება და შირაქის და ელდარის დაბლობების იმ მომთაბარეების მიერ დაკავება, იმიტომ რომ ქართველი მთიელები ფაქტობრივად კარგავდნენ ეკონომიკურ საფუძველს, რომ იქ თუ მომთაბარეები შემოვლენ, ელი თურქმანები როგორც არიან წყაროში ნახსენები, ამათ ცხვრისთვის აღარ ქონდათ საძოვრები. და შესაბამისად ეს რეაქციაც აი ეკონომიკური თვალსაზრისით აი ეს ფაქტორიც იყო ბახტრიონის აჯანყების ერთ-ერთი განმაპირობებელი. რომ ეს წანარების ვინაობა ამ შემთხვევაში, რომელიც დღემდე არის ხოლმე განხილული თუ ვინ არიან წანარები. ზოგიერთ ვერსიით არის ვაინახები, ზოგიერთ ვერსიით არის კახელები უბრალოდ იგულისხმებიან. წერია რომ ჩრდილოეთიდან მოვიდნენ ეს წანარები. ბუნდოვანია, მაგრამ ფაქტია რომ ესეც მთიელი ხალხი არის. უდაოდ მთიელები იყვნენ, იმიტომ რომ მათი საზოგადოება რაც ჩანს მერე კახეთის სამეფოში მათი ინტეგრირება რა პრინციპში ხო წამყვანია ის აზრით რომ კახეთის სამეფო წანარების დიდი წილი აქვს წანარებს კახეთის სამეფოს დაარსებაში. კი. ხო ესეა. და იგივე წანარებზე არაბულ წყაროებში საკმაოდ დიდი ისა რა ქვია დათმობილი აქვს არაბ ავტორებს წანარებზე საკმაოდ დიდი მათ წარმომავლობაზეც, მაგრამ აი გონჩა ჯაფარიძეს ჰქონდა ჩვენს მასწავლებელს სტატია წანარების წარმოშობაზე რა წარმოდგენები აქვს არაბებს და ზედმეტად მითოლოგიზირებული მაგალითად ეს ძალიან ჩრდილოეთი პერიფერიული ზონა იყო, რომელზეც აი ცოტა ესეთი წარმოდგენები ჩდება ხოლმე დროთა განმავლობაში და ახასიათებს. საერთოდ კავკასია საერთოდ არის გარკვეულწილად აი ლეგენდების, ზღაპრების და მითების წყარო. ყოველთვის იყო და მე-20 საუკუნემდე გაგრძელდა დაწყებული ფაქტობრივად, სადაც არის ეს მთა კავკასია და სადაც ეს არის პრომეთი არის მიჯაჭვული, ხო? მე ხა ეს თაკი მოძრაობდა გეოგრაფიულ სივრცეში, ხან ინდოეთისკენ იყო, ხან სადაც მიაღწევდნენ, ყველაზე შორი იყო და მთა იყო, ეგ იყო ხოლმე კავკასია, მაგრამ ბერძნების წარმოდგენებული მაინც იყო კავკასია. ბერძნების წარმოდგენაში იყო, რომ აი ყველაზე უკიდურესი მაღალი მთიანი ადგილი და სადაც მაღალ მთებს ხედავდნენ, ეგ იყო კავკასიას ეძახდნენ, მაგრამ ხო. მათთვის ყველაზე ნაცნობი მაღალ მთიანი ადგილი იყო კავკასია. შესაბამისად, აქ ხდებოდა ხო ეს მითების და ასე შემდეგ სამყარო იყო. ამავე დროს აი იგივე ნახე ცივილიზაციის ამორძალების მითიც კი კავკასიაში არიან ამორძალები პომპეუსი რომ მოდის იბერიაში ამორძალებს ებრძვის, ანუ კავკასია არის გარკვეულწილად აი მითოლოგიის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ნახევრად მითიური სამყარო არის. ესეა წარმოჩენილი ხო? კი, თან ნახე კავკასია არის საზღვარი. აი შუა საუკუნეებზე ჩვენ ეგეც უნდა ვახსენოთ. ჩვენ ერთ-ერთი ეპიზოდი რო გვაქვს, აი ესქატოლოგიურ მოლოდინებზე და წინასწარმეტყველებებზე რო საუბრობდით, ანტიკურ პერიოდში შექმნილი ეს წარმოდგენები იგივე ალექსანდრე მაკედონელის პერიოდზეც არის, რომ ალექსანდრემ ანუ თავისი
ელინისტური კულტურა სადაც გაავრცელა, კავკასია გახდა ერთგვარი გამყოფი, ანუ კავკასიამდე არის ცივილიზებული სამყარო და კავკასიის მიღმა, ანუ კავკასიონის ქედი არის ეს საზღვარი ცივილიზებული და არაცივილიზებული. ზუსტად იმის იქეთ არის ან გოგი და მაგოგი, ან ვიღაც არაცივილიზებული ხალხი, რომლებიც აქეთ თუ გადმოვიდნენ, ყველაფერს გაანადგურებენ და აპოკალიფსის ალექსანდრე აშენებს ჰიპერბორიის კარებს აშენებს და ეს არის ზღუდე, რომელიც იცავს. იგივე პომპეუსი რომ მოდის აქ ამორძალებს, ნახულობს და ამორძალებია მათი წარმოდგენით ეს სივრცე არაბულ სივრცეშიც კი კავკასია და მათ შორის თბილისიც იყო ისლამის მიწების საზღვარი, მიჯნა, ანუ იმის იქეთ უკვე ისლამური მიწები აღარ არის. შესაბამისად ხაზარები იყვნენ. ზუსტად აი თბილისი განისაზღვრება როგორც უგანასკნელი საყრდენი ისლამის და იმის იქეთ უკვე სხვა სივრცე იწყება. და ზუსტად ეს რაღაცა იდუმალება, მითოლოგიზირება კავკასიას ძალიან მაღალ დონეზე ქონდა და სწორედ მთებისგან არის განპირობებული. ბუნებრივია, მთები, ანუ მთები ინახავს ბევრ საიდუმლოს. უღელტეხილებით ისა. აი მაგალითად ხა ყოველთვის ვინც მოდიოდა ხოლმე იმპერია კავკასიაში, ძირითადად ინტერესი ჰქონდა ხოლმე უღელტეხილებზე კონტროლი აეღო, ხო? ეს ორი ძირითადი იყო ამ შემთხვევაში დარიალის და დარუბანდის კარი. დარიალი საქართველოს ამ შემთხვევაში ძითავარის უღელტეხილი იყო, რომელიც გადადიოდა ჩრდილოეთში და დარუბანდი, რომელიც არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. და აი ამ ორი კარიბჭის კონტროლი, აი რომს თუ ქონდა, მაგალითად რომის იმპერია რომ შემოდიოდა რეგიონში, ქონდა რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი, რომელიც უნდა დაეკავებინა, რომ კავკასია ჩაეთვალა, რომ დაზღვეული იყო. ერთი იყო სანაპირო ზოლი შავი ზღვისა, მეორე იყო ამ შემთხვევაში დარიელი და მესამე იყო დარუბანდის უღელტეხილები. ამებს თუ აკონტროლებდა გარკვეული ის კონტროლი. ველა ეპოქაში აქ მოდის ალექსანდრე მაკედონელი, არ მოდის თვითონ, მაგრამ ვისაც გზავნის, ეგ არის მისი მიზანი. ფლავიუს არიანიერო დასავლეთ საქართველოში მოძრაობს ზუსტად ამოწმებს ციხეებში მდგომ რომაულ ლეგიონებს, რომელთა ზუსტად ფუნქციაც იყო კავკასიის, ანუ ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოში მამისონის უღელტეხილზე იყო მთავარი აქცენტი, რომ იქედან გადმოსული მომთაბარეების შეჩერება. შემდეგ იბერიის და სასანიანთა სპარსეთის ფაქტორი რა არის, იბერიის მნიშვნელობა რატოა, რომ ჩრდილოეთ ირანის უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნება იბერიის კონტროლის გარეშე, ხო? სასანიანებისთვის ამიტოა ეს მნიშვნელოვანი. თემურ ლენგზე ჩვენ ეპიზოდი გვაქვს ჩაწერილი და კავკასიაში მისი მოსვლის პირველი მოტივი მე-14 საუკუნის 80-იან წლებში ზუსტად ეგ არის, რომ ოქროს უგდოსთან ომის პერიოდში მან კავკასიის ქედის გადმოსასვლელები უნდა გააკონტროლოს, რომ უზრუნველყოს ჩრდილოეთ ირანული ქალაქების ფაქტორი საქართველოს, რომელიც ასევე მთები ქმნის, ეს არის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფა. უდაოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმიტომ რომ ამ მთებისგან გაყოფილმა საქართველოში ორი ძალიან საკმაოდ განსხვავებული კულტურული ფენომენი წყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი სივრცეა, აი ამ მთებმა ისე მოახერხა, რომ ეს ორი საკმაოდ გათიშა ერთმანეთისაგან საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე, რამაც გამოიწვია ორი ცოტა განსხვავებული კულტურული ფენომენის შექმნა. ზუსტად აი რითიც დავიწყეთ ეპიზოდი, იქ მივდივართ გეოგრაფიულ გარემოს რამხელა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ფორმირებაში და მისი მახასიათებლების ჩამოყალიბებაში. ჩვენ ეხლა დღევანდელი გაგებით, აი დღევანდელ ადამიანს თვალში კი ეცემა განსხვავება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ლანდშაფტური და გეოგრაფიული განსხვავება, მაგრამ აი ლიხის ქედს და სურამის ქედს ისე ვერ აღვიქვამთ, როგორც მაგალითად აი მე-19 საუკუნემდე აღიქვამდა ადამიანი, რატო? იმიტომ რომ გვირაბებია და ჩვეულებრივად მანქანაში დაждები და წახვალ, მაგრამ თუ უნდა კარგად შეიმეცნოს ლიხის ქედის მნიშვნელობა ჩვენმა მსმენელმა, ურჩევთ რომ ძალიან პოპულარული მწერლის ალექსანდრე დიუმას კავკასია წაიკითხოს აუცილებლად. იქ ალექსანდრე დიუმა ეხა ბუნებრივია მწერალი იყო და გაამხატრულებდა და დაძაბავდა ყველაფერს. მაგრამ ეგ უფრო ბელეტრისტიკაა. როგორ ხსნის, როგორ გადადის თანამედროვე სურამიდან დასავლეთ საქართველოში, აი სურამის ქედის გადალახვა რამხელა პრობლემაა მისთვის და რამდენად რთულია ნავიგაცია, ორიენტაცია სურამის ქედზე. მე-19 საუკუნე. ხო, ეს მე-19 საუკუნეა ეხა ალექსანდრე დიუმა როდის მოგზაურობს, ხო? და წარმოვიდგინოთ ეხა ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები. ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში ლიხის ქედის გადასვლა არის წარმოუდგენლად რთული. რთულესია. ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მაგალითად დასავლეთ საქართველოს რჩებოდა ხოლმე დამპყრობლისგან თავისუფალი იყო მთები, რომელიც დამპყრობელი, რომელიც აღმოსავლეთიდან მოდიოდა დასავლეთ საქართველოში. კიდე ერთი მომენტი იყო, რომ
ლოჯისტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც რთული სივრცეა დასავლეთ საქართველოს. ურთულესი სივრცეა, ჭაობიანი, ტყიანი, მთაგორიანი სივრცე. მაგრამ გადასვლაც ძალიან დიდი რთულესი. გადასვლა რო მით უმეტეს თუ უამინდობა, ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე კვირის მანძილზე ისეთი ტალახიან თოვლიანის იყოს, რომელიც საერთოდ შეზღუდოს ყველანაირი. ალექსანდრე დიუმას დაუბრუნდები და ამბობს, რომ ბევრი უბედურება მინახავსო სამყაროშიო, მაგრამ აი ფოთის ტალახზე დიდი სამეგრელოს ტალახზე დიდი უბედურება არ მინახავსო. ამას აღწერს და ნუ ლიხის ქედის გადალახვა მთელი ეპოპეა, მოკლედ, ჩვეულებრივად, აი ნახეთ და კარგად შეიგრძნობთ, რა ხდებოდა და რამდენად რთული იყო დასავლეთიდან აღმოსავლეთში ამ პირიქით გადასვლა. ამ გეოგრაფიულმა სივრცემ ისიც ჩამოაყალიბა, სად ვიცხოვრებდით ფაქტობრივად, ხო? იმიტომ რომ საზღვარი ბუნებრივად მოგვცა ამ ყველაფერმა, სილუეტიდან ის უკვე ნატურალური საზღვარი ქონდა კავკასიონის ღმერთს მადლობა კავკასიონისთვის უგმესი მადლობა რომელმაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე დაგვაზღვია გარკვეულწილად ჩრდილოეთიდან საფრთხე რომ არ შექმნილიყო ამ კუთხით თუ დაიცავდა უღელტეხილებს სამხრეთში იყო მცირე კავკასიონის გარკვეულწილად ამას ასრულებდა ამ როლს ლიხის ქედის ასრულებდა ამ როლს და ერთადერთი საიდანაც ღია იყო საქართველოს სამხრეთის მიმართულებაზე აი იქ ყოველთვის იყო ხომ ყველაზე ძლიერი ქართული ფეოდალური სახლი ანუ გაერთიანებული საქართველოს სამეფოში იქ არსებობდა მონაპირე ერისთავის წოდება, რომელიც ამ შემთხვევაში თითქმის მეფისავით ძალაუფლებას ფლობდა იმ სივრცეში იმისთვის, რომ მტერი იქიდან მოვიდოდა აუცილებლად ქართველებმა იცოდნენ და იმას დახვედროდა პირველი და ბრძოლის დროსაც, როცა ქართული ლაშქარი ეწყობოდა ხოლმე პირველი იდგნენ სამხრეთით მიც იყო ეს, იმიტომ რომ ბუნებრივად ის ხდებოდა პირველი. წინამავალნი ისინი არიან და თან ეხა მოდი ვთქვათ ნიკა და ისიც ვთქვათ რომ მთიელები იცავდნენ უღელტეხილებს კიდევ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. შენ რაც ცხოვრობ უნდა დაიცვა. ეგ ბუნებრივი ანუ მისი ფუნქციაა პირდაპირ და სხვათა შორის აი ხა შენ რაც თქვი რომ გეოგრაფიულ არეალში ვიყავით, შემოსაზღვრული ვიყავით მთებით, ჩვენს სმენელს ვეტყვი რომ აი ვინც ნამყოფია ჩრდილოეთ სომხეთში, აი ლორეს პროვინციაში, მდინარე დებედას ხეობაში. და ვინც ნამყოფია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, განსაკუთრებით კლარჯეთში. ყველა მიხვდება რას გულისხმობთ, იმიტომ რომ კლდოვანი სივრცეა ისეთი, რომ იქ ნებისმიერ მტერს გადაადგილება, მოძრაობა, ლოჯისტიკის მომარაგება და იმის იქედან კიდე ჩრდილოეთით წამოსვლა ძალიან გაუჭირდება. იგივე დებედას ხეობაც, თანამედროვე სომხეთის ჩრდილოეთის პროვინციები და კლარჯეთიც. არის ამ თვალსაზრისით რაღაცა უფსკრულები, კლდეები და დიდი მდინარეები. რისი გადმოლახვაც რთულია. აი გავიხსენოთ, რომ ქართლის ყველაზე დიდი პრობლემა ჩნდება მას მერე, რაც შაჰ-აბასმა ზუსტად აი დებედას ხეობა წაართვა ქართლის სამეფოს. ღია გახდა უფრო. იმის მერე უკვე ძალიან მოწყვლადი გახდა ქართლის სამხრეთ რეგიონები მტრისთვის, იმიტომ რომ ის იყო ბუნებრივი საზღვარი და ბუნებრივი დაცვა კიდეც, იმიტომ რომ მე-15 საუკუნეში სანამ ძალა ჰქონდა მთლიანად აი ქართული ფეოდალური მონარქია ბოლო ჯარისკაცამდე ლამის ცდილობს ლორეს და შენარჩუნებას, იმიტომ რომ ლორე თუ დაიკარგა, ფაქტობრივად მთელი ქვემო ქართლი ხდება მტრისთვის ხელმისაწვდომი ძალიან მარტივი. ისე შესაძლოა ეგ დასავლეთ საქართველოს შეგვიძლია ვთქვა ტაო-კლარჯეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც სოხოისტას ბრძოლის მერე ტაო-კლარჯეთი იკარგება, ისიც უფრო მოღიავებული გახდა ოსმალეთის მხრიდან. კი, იმიტომ რომ ზუსტად ეხა დასავლეთ საქართველოში ჩვენ უფრო მეტად მტკვრის ხეობა და სამცხე უნდა ვიგულისხმოთ, იმიტომ რომ ეხა გურია-აჭარის სივრცე ნაკლებად შეღწევადი სივრცე გეოგრაფიული გარემოს გათვალისწინებით აქაც. და ზუსტად აი სოხოისტას ბრძოლამ კლარჯეთი, როდესაც იკარგება, კლარჯეთი არის ფარი. იმის მერე უკვე გეოგრაფიულად სამცხე და ჯავახეთი არის ძალიან ესეთი ღია სივრცეა. ღია სივრცეა და იქ მტერს გადაადგილება არ გაუჭირდება. შავშეთიც მათ შორის და კოლა-არტაანის ქედიც რაღაცა გაშლილი სივრცეა. ამიტომ თას დიდი დანიშნულება ჰქონდა ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებაშიც და დაცვაშიც, იმიტომ რომ კავკასიის ქედი რო არა ისე უნდა ვახსენოთ, რომ მთა ხშირად არის ხოლმე ასახული ქართულ ლიტერატურაში, კინოში და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი პოპულარული ფილმია გადაღებული, ძალიან ბევრი ნაწარმოებია დაწერილი, მათ შორის არა მარტო თვითონ თიდან წარმომავლობით ავტორების მიერ, არამედ ზოგადად პოპულარული თემაა ძალიან. მათ შორის განსაკუთრებით მე პირველი რაც მახსენდება ხოლმე ყოველთვის ხევისბერი გოჩა, ხო? შესანიშნავი ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოები და რომელიც მიხედვით არის გადაღებული ასევე ძალიან იმ დროისთვის ერთ-ერთი შესანიშნავი ფილმი. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, ისინი ჩამოვიდნენ თიდან, ასევე ძალიან პროპაგანდისტული ფილმია რაღაც დოზით, მაგრამ იქ უფრო ნაჩვენები, აი ისინი ჩამოვიდნენ თიდან უფრო რა კუთხით არის, იცით, რომ თის მოსახლეობის დაცლას და უფრო ინდუსტრიულ რეგიონებში გადასახლებას ეგეც მომენტი არის ლობირებს, ის ისტორიიდან. ხო,
იმიტომ რომ ზოგადად მთიდან მოსახლეობის მიგრაცია რო არ მომხდარიყო ხევსურული ბალადა ასევე აი ეგ კარგი ფილმია მთის საზოგადოებისთვის მთიდან რომ მოსახლეობის მიგრაცია არ მომხდარიყო და აღმოსავლეთ საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა და იგივე ნებისმიერი აი აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები გვარები რო ავიღოთ და ნახოთ კახეთში ქართლში შიდა ქართლში ქვემო ქართლში ჯავახეთში ბევრი არის ძალიან მიგრირებული რაღაც ნაწილი და აი მთიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა მთა აწვდიდა ბარს მოსახლეობას რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კულტურულადაც გამამრავალფერო რა ხო რა ვიცი აი ქართული კულტურა მთის ფენომენის გარეშე წარმოუდგენელია რა იქნება რა აი ხშირად მე ხუმრობდი ხოლმე ამაზე რომ ქართველი მეომარი როცა ხატავდნენ ხოლმე მე-19 საუკუნის ხევსური არის ხოლმე და ხატული მეთქი იმიტომ რომ რატო იმიტომ რომ სადაც შემორჩა ეს ჟაჭვის პერანგი იქნება ის ტანსაცმელი რაც მანამდე ეცვა და შემდეგ იყო ხევსურეთი შესაბამისად სხვა რომ ნანახი არ ქონდა ძალაუნებურად შუა საუკუნეები იქნება ანტიკური ხანა თუ ეს და ქართულ მეომარს ხატავდნენ ხოლმე აი მე-19 საუკუნის ხევსურების ფოტოები რო არის გადაღებული ჯაჭვის პერანგითა და შემდეგ პატარა ფარებით ამ ფორმით ხო აი ესე ძალიან საინტერესოა პატარა ფარიკაობის სტილი და ასე შემდეგ რომელიც თისთვის ძალიან დამახასიათებელი იყო ხოლმე ხო ნაწარმოებები ხო ვაჟა-ფშაველას გარეშე ვაჟა-ფშაველას წაიკითხავ თა და უკვე გიჩნდება ყველანაირი წარმოდგენა არა მარტო მთაზე სამყაროზე ხო სამყაროზე განსაკუთრებით მთაზე ხო უნებრივია რომელიც ნამდვილად უნიკალური არის ალექსანდრე ყაზბეგი იგივე ამ თვალსაჩინით ნამდვილად გამორჩეული არის ამიტომ ჩვენ ისტორიაში კულტურაში ტრადიციებში არის ყველგან იგრძნობა აბსოლუტურად ხინკალი რო ხინკალია ხო ისიც საიდან ჩამოვიდა თიდან ჩამოვიდა ისიც ხო შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვნად არის დამკვიდრებული ქართულ აბსოლუტურად ყველა სფეროში რა. აი, რაზე შეიძლება თქვა, რომ სადაც მთის რაღაც აკვალი არ იგრძნობა და არ გვაქვს. ამიტომაც ახლა ვფიქრობ და ვერ გამოვიდა. ვერა ხო, ყველაფერი არის რა, ყველგან არის აბსოლუტურად, ნამდვილად, როგორც კულინარიაში, კულტურაში, ტრადიციებში, სიმღერებში, პოეზიაში, ყველგან, აბსოლუტურად. ამიტომ არის რომ საქართველოს არის ერთ-ერთი, ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი თაგორიანი საქართველოს არის ძალიან ეთნოლოგიური თვალსაზრისით არის იდეალური ადგილი, სადაც პატარა სივრცეში განსხვავებული გეოგრაფიული გარემო და განსხვავებული საზოგადოებები ხდება. მათ შორის რომლებიც აი ეს მრავალფეროვანი არის განსხვავებული. ხო, ანუ მაგას ახლა ჩვენ შეიძლება, ნუ ამის სპეციალისტები არა ვარ და სიღრმეებში ვერ შევიდეთ და ნუ არის ხალხი, ვინც ეს უკეთესად იცის, მაგრამ იგივე ის მთის საზოგადოებების ერთმანეთისგან განსხვავებულია. სვანეთი მაგალითად დასავლეთ საქართველოს და მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი სივრცეზე განსხვავდება ერთმანეთისგან, საზოგადოების ტრადიციებიც ერთმანეთისგან განსხვავებული იყო და მახასიათებლებით. შესაბამისად ეს რაღაცა უდაოდ დიდი ის იყო. რომელიც ინახავდა. ხო, რაც დიდი ხნის განმავლობაში. ერთ-ერთ ეპიზოდში, ჩვენ ეპიზოდში, რომელიც რუკების შესახებ ჰქონდა, იქ ჰქონდა ეს მომენტიც ზუსტად ახსნელი, რომ გვიანდელ ევროპულ რუკებზე, აი მე-17-18 საუკუნის რუკებზე, შეერთ შეხვდებათ კავკასიონთან საქართველოს ტერიტორიაზე ესე წარწერა პოპული ლიბერი. ანუ თავისუფალი ხალხები და ეს თავისუფალი ხალხები ქართველ მთიელებს მიემართება ხოლმე, ამ შემთხვევაში სვანებს, რომელიც რუკაზე აუცილებლად არის ხოლმე დატანილი აი ამ სიტყვებით, იმიტომ რომ ისინი მიიჩნევდნენ, რომ მთის ხალხი იყო თავისუფალი ხალხი და არ ემორჩილებოდა აპრიორში თავისუფლები არის. კი ბატონო. ესე მთის ხალხები აპრიორში თავისუფლები უნდა იყვნენ და ამის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტებიც მარტივად ასახსნელი. მოკლედ მთაშია თავისუფლება. წადით მთაში. წავიდეთ მთაში. თან ახლა მთის პირზე ვართ. აი ამის იქეთ იწყება მთა. აი აქედან წახვიდე უკვე მთაში. უკვე გადავალთ მთაში. თუ ისინი ჩამოვიდნენ თიდან, ჩვენ ავიდეთ. ისინი ინდუსტრიული მასში ჩამოვიდნენ. ასე ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით. ფიქრობ რომ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და დიდი მადლობა შინუც. მადლობა შინუც მასპინძლობისათვის ამ შესანიშნავ სივრცეში. მადლობა ბექა და დაგემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.